ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე ყოველდღიურად რთულდება. წყლის დეფიციტის ფონზე მათ მაღალ ტემპერატურასთან გამკლავება უჭირთ. ექსპერტები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო რაოდენობის წყალი არ მოიპოვება. ღაზაში მილები დახეთქილია და ზოგ ადგილას წყალი ქუჩაში მოედინება. დაბინძურებული წყლიდან კი უამრავი დაავადება ვრცელდება. წყლის დეფიციტი მოსახლეობის გაუწყლოებას იწვევს, ხოლო შეზღუდვების საწვავზე ელექტროენერგიის მიწოდებას უშლის ხელს. ძალიან მაღალი ტემპერატურაა. თუ ადრე ადამიანი 1 ლიტრ წყალს სვამდა, ახლა 7-დან 8 litrამდე წყალი გვჭირდება. ასეთია ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა. თუ წყალს დალევთ, ეს კუჭის პრობლემებს იწვევს, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. ჩვენ შვილებს ამ წყლის დალევა უწევთ. ექსპერტების თქმით, ტერიტორია შიმშილისა და გაუწყლოების ყველაზე უარესი სცენარის წინაშე დგას. მოსახლეობა ძალიან დიდ ძალისხმევას დებს იმაში, რომ უბრალოდ გამოყენებული ბოთლები, სათლები ან თუნდაც პატარა პოლიეთილენის პარკები შეავსონ და უკან კარვების ბანაკში წყლით დაბრუნდნენ. გაეროს შეფასებით ღაზის მაცხოვრებლები დღეში 3 litrზე ნაკლებ წყალს ხარჯავენ. ძალიან რთულ პირობებში ვცხოვრობ. ზაფხულში ძალიან ცხელი ამინდია და წყალი იმ რაოდენობით არ გვაქვს, როგორც ეს სხვა სეზონებზე. წყლის შოვნა რთულია, ამის გარდა ეს სასმელადაც უვარგისია. იძულებული ვართ ის ჩვენს შვილებს მივცეთ, რადგან ალტერნატივა არ გვაქვს. დაბინძურებული წყალი უამრავ დაავადებას იწვევს. წყლის დეფიციტს ძალიან განვიცდით. მოსახლეობა ამბობს, რომ ზაფხულმა და მწველმა მზემ მათი მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა. მაშინაც კი, როდესაც წყალის საკმარისი რაოდენობითაა, დალევა ან საკვებში გამოყენება ძალიან სახიფათოა. წყალს სვამთ და შემდეგ ცუდად ხვდებით. კარვებში ვცხოვრობთ. ახლა აგვისტოვა, ძალიან ცხელი თვეა. კარვების გარეთაც და შიგნითაც ცხელა, ამიტომ იძულებულნი ვართ ეს დაბინძურებული წყალი დავლიოთ, რათა გადავრჩეთ. ომამდე ღაზას დაახლოებით 2 მილიონი მცხოვრები მარაგს სხვადასხვა წყაროდან იღებდა. ნაწილს წყალს ისრაელის ეროვნული წყალმომარაგების კომპანია მილსადენებით აწვდიდა. ნაწილს კი დახმარების მიერ დაფინანსებული გამწმენდი ნაგებობიდან იღებდნენ. მაგრამ დაბომბვამ, დანგრეულმა ინფრასტრუქტურამ, საწვავისა და ელექტროენერგიის ნაკლებობამ ტერიტორიაზე სასმელი წყლის მიწოდება ძალიან გაართულა. ისინი, ვინც დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მზის პანელებით ელექტროენერგიის მიღებას ახერხებენ, წყალს პოლიეთილენის პარკებში ათავსებენ და მაცივარში ინახავენ, რათა ქუჩაში სიცხისგან დაზარალებულ ადამიანებს მიყიდონ.